ასე რომ დაყოფილიყო. Hi guys. კაი, კლოუნადას მოვჩეთ ახლა. თავდება აგვისტო, ზაფხული და დადგება მალე საშინელი დრო. და ვიფიქრე, რა გადავიღო ისეთი საშინელი, როგორც სკოლის დასაწყისი. და ვიფიქრე, რატომაც არ მოგიყვეთ ჩემი საშინელი ისტორიები. დაიდგით ჩაი, ტკბილეულობები, რადგან აქ დიდი ხნით ვარ. მე აქ ყავა გავიკეკე. მე აქ ყავა გავიკეთე კარამელი, ქოქოსის რძეზე, პროსტო რა გემრიელია, მაგრამ ყავას ერთი მინუსი აქვს, რომ კბილებს აყვითლებს. თქვენ გელოდებათ საშინელი, მაგრამ ამავდროულად სასაცილო, კრინჯული და ცოტა საზღარი სიტუაციები. პირველი სიტუაცია მოხდა ძალიან დიდი ხნის წინ, ალბათ 2019 წელს. მე და ჩემი დაქალები წავედით დაქალთან აგარაკზე, კახეთში. ხოდა მივედით აგარაკზე უკვე. დავიწყეთ გართობამა, გავაკეთეთ მწვადები. ასალევი ვიყიდეთ. ხოთ შორის არაყი გვინდოდა გვეყიდა, მაგრამ და შემთხვევით ვიყიდეთ ჭაჭა. ცოტა მოუწრუფეთ და რატომღაც დავთვრით. ალბათ ძალიან ძლიერი იყო. ხო და ამ აგარაკზე მეორე სართულზე იყო ესეთი აივანივით, მაგრამ შემოღობილი არ იყო რატომღაც. უკვე დაბნელ და ღამია, არაფერი არ ჩანს, ლამპიონები არ არის მან. რატომღაც გადავწყვიტეთ, აი მეორე სართულზე ავიდეთ. მე ცოტა მთვრალი ვარ რა. მან დავინახე რაღაც დასაჯდომი ადგილი. იმის გამო რომ მან ლამპიონები და არაფერი არ იყო განათება, ხო? არ ჩანდა რა იყო. და მე უკვე ვჯდებოდი ამ რაღაც ოთხკუთხედზე. ესე დავდგი ხელი და უკვე აი დაჯდომა რო გინდა. ხელი უცებ აღმოჩნდა აი ესე წყალში. ხო გიშთი. მე დაქალთან ერთად ლამის დავჯექი გახსნილ ბაკზე, წყლით სავსე. რატომღაც დაქალმა არ გაგვაფრთხილა რომ აქ გახსნილი ბაკი იყო. მეთქი რა პრიალებს, რაღაც კაი დასაჯდომი ადგილია მეთქი. და ლამის ბაკში ჩავარდი. მე კიდე ცურო არ ვიცი რომ იცოდეთ. მე თუ ჩავარდებოდი ამ ბაკში, ნამდვილად ცოცხალი არ დავრჩებოდი. რადგან რამოდენიმე ტონიანი ბაკი იყო, ძალიან ღრმა, ხო? ვაიმე როგორ გადავჭი, კიდევ კაი შევამჩნიე რომ ხელი წყალშია. კიდე კაი იმდენად მთვრალი არ ვიყავ. იმ რამოდენიმე დღეს იმენა ძალიან გიჟური რაღაცები მოხდა. ხო და შემდეგ დღეს საჭმელი დაგვიმთავრდა მოკლედ ყველაფერი შევჭამეთ, მწვადები რამე რუმე სალათები და გვინდოდა წავსულიყავით მაღაზიაში. მაღაზია იყო ამ აგარაკიდან ძალიან შორს. გადავწყვიტეთ პაპუტკა დაგვეჭირა. აი აზრია ხო უკვე ხვდებით ხო რა მოხდება. ჩვენ 4 გოგო გამოვედით გზაზე და მივდივართ ფეხით ნელ-ნელა ამ მაღაზიამდე. ვიცით რომ ფეხით ვერ მივიდოდით, მაგრამ მივდიოდით ფეხით, ხელი ესე გვეჭირა. მინდოდა პაპუტკის დაჭერა. მივდივართ და რაღაც ვამჩნევთ რომ რაღაც ძალიან ლაქშერი მანქანები დადის. Porsche კიდე რა მეტი არ ვიცი. ხო და რაღაც სპორტული ძალიან ლამაზი მოწესრიგებული მანქანები დადიოდა. და ვიფიქრე რატომ არ გვიჩერებთ არავით თქო. პროსტა რომ გაგვაყოლო მაღაზიამდე. კაი ხანი მივდივართ, არ ვიცი, ალბათ 1 საათი მივდივართ, არავინ არ გვიჩერებს. მე დაქალი რას მეუბნება. ცოტათი ესე მაისური ავწიოთო რა. უეჭველი გაგვიჩერებენ. არ გაგვიჩერეს. ხო და მე რა მოხდა? მოკლედ სასოწარკვეთილებაში ჩავარდით და ფეხით გავაგრძელეთ გზა. უკვე არაფრის იმედი არ გვაქვს. მივდივართ. გვესმის რაღაც ძალიან ისეთი დიდი მანქანის ხმა. გავიხედეთ მე და დაქალი უკან. ხედავთ, მოდის კამაზი, დიდი კამაზი. ხელი ჩავიქნიეთ, ეს ხო არ გაგვიჩერებს, რაზე საუბრო. და შემდეგ წამს რა ხდება? კამაზი არ გვიჩერებს. მოკლედ ამ კამაზმა გაგვიჩერა. რაღაც 2 კაცი იჯდა. ანუ იცით რომ აი კამაზში მხოლოდ წინა 2-3 ადგილი არის სამ კაცზე. და 2 კაცი იჯდა მან. მოდით გაგაყოლებთო, სადმე დიხართო. მაღაზიაში მივდივართ და კაი ჩაჯექითო. და ჩვენ 4 დაქალი ჩავიწიეთ ამ პატარა ადგილებში, მაგრად ვიცინეთ. არც ერთმა ნორმალურმა მანქანამ არ გაგვიჩერა და გაგვიჩერა კამაზმა. ამ მომენტში მივხვდით რომ ძალიან ლამაზებიც არ ვიყავით.
კაბას მაგაგვიჭერა. მაგრამ თავარია რომ მაღაზიამდე მივედით და უკანაც პაპუტკით წამოვედით. ჩვენიერია, პროსტა სასაცილო მომენტი არის, რომ კამაზი როცა გიჩერებს, მაგარია, მადლობა, თორემ მასზე ალბათ 3 საათში მივიდოდით. შემდეგი ისტორია მოხდა არც თუ დიდი ხნის წინ, ეს მოხდა 2023 წელს. მოკლედ, უნდა წავსულიყავი მოსკოვში, პირველად ცხოვრებაში. გადავწყვიტე წავსულიყავი მანქანით თბილისიდან საქართველოს საზღვრამდე, გადავსულიყავი რუსეთში და იქ ვლადიკავკაზში უკვე მქონდა ფრენა მოსკოვში. ან მას უბრალოდ ფრენის ბილეთები უფრო, თუმცა ვერ ვიტყოდი რომ უფრო იაფიღედა. დილის 7-ზე უნდა ყოფილიყავი უკვე ამ მანქანაში. ვიღვიძებ დილის 6-ზე და მირეკავს ჩემი მძღოლი. მირეკავს და მეუბნება: ნათია, საზღვარი ეხლა დაკეტილი არისო, რადგან ოლმა დადო და საზღვარი უბრალოდ ჩაკეტეს. დღეს ვერანაირად ვერ წავალ. მე შოქში ვარ, რადგან ბილეთი უკვე ნაყიდი მაქვს. ბილეთში მივეცი 700 ლარი. ძალიან ბევრია. ხო? მეთქი, რა დაკეტეს? არ მაინტერესებს მეთქი. დღეს უნდა წავიდეთ. მაინც მივედი, ბიჭექია მანქანაში, დამთარში აღარასდროს არ წავალ ლარცით. ველოდებით დროს, როდის გახსნიან ამ საზღვარს, მე ბოლომდე მიჯერა, რომ მას გახსნიან. ველოდებით 3 საათი. 10-ზე გახსნეს მგონი საზღვარი და დავიძარით ეგრევე. მანქანაში იჯდა ერთი კაცი და ერთი ქალი. ყველანი ერთად მივდიოდით და როცა მივუახლოვდით რუსეთის საზღვარს ლარსზე. მან არის პასპორტის კონტროლი რა. ხო და მე გავიარე ჩემი პასპორტის კონტროლი, ყველაფერი კარგადა, იმ ქალმაც გაიარა, მძღოლმაც გაიარა რა თქმა უნდა და ველოდებით იმ კაცს, რომელიც ჩვენთან ერთად მოდიოდა კიდევ. სადაური იყო, არ ვიცი, მაგრამ რუსულად საუბრობდა. ხო და რატომღაც შეიყვანეს რაღაც ოთახში, ველოდებოდით 1.5 საათი. ჩვენ უკვე გვაგვიანდება, კაი ხანი გვაგვიანდება. ველოდებით, ანუ რაღაც არ მოეწონათ მის პასპორტში. არ ვიცი, არაფერი გვითხრეს. 9 საათის შემდეგ გამოდის ეს კაცი, ესეთი, ეს ვუყურებ და დააკავეს. არ ვიცი ის კაცი ვინ იყო და რა მოხდა, მაგრამ უბრალოდ დააკავეს. არ ვიცი რა მოხდა, ვინ არის და, მაგრამ ჩვენ გავაგრძელოთ გზა, არაფერი არ გვითხრეს, პროსტა დავტოვეთ მან პოლიციასთან. მე მაგის გვერდით ვიჯექდათკი რა საუბრობთ დაუჩეულებრივად. არ ვიცი რა მოხდა, რაღაც სიმართლა რა მოხდა, მაგრამ ძალიან უცნაური ისტორია. გავაგრძელეთ, მოკლედ ჩავჯექით მანქანაში, გავაგრძელეთ გზა ვლადიკავკაზში. ვლადიკავკაზში ვიყავით უკვე. მივდივართ და ხვდები რომ ჩემ ფრენაზე დამაგვიანდა. 1 საათი დამაგვიანდა ფრენაზე, მოკლედ არ გავფრინდი. ის ბილეთი დაუბრუნებელი იყო, თანხა ვერ დავიბრუნე მოკლედ და ანუ 700 ლარი ეს ავიღე და გადავაგდე. ეს წარმოიდგინეთ. ნუ მომიწია ახალი ბილეთის ყიდვა, რომელიც დამიჯდა 700 ლარი. მარტო ბილეთებში გადავიხადე 1400 ლარი. 700 ლარი იქიდან პროსტა ნაგავში გადავყარე. The best მოგზაურობა მოკლედ. არ ვიცი რა, ამდენი თუ დავხარჯ ჯობდა უკვე თბილისიდან გამგზავრებულიყავი, მაგრამ მე რა ვიცოდი. ხო, ვიყიდე ახალი ბილეთი, გავემგზავრე და მე პროსტა ფული აღარ მეღო. გათვლილი არ მქონდა რომ კიდე ერთ ბილეთს ვიყიდი. აუ მოკლედ რა, მე ცუდად ვარ. კიდევ ერთი ესეთ მინი ისტორია მოხდა. აი, ერთი თვის წინ სადღაც მე და ჩემი შეყვარებული მივდიოდით ბებია-ჩემთან ტაქსით და შეყვარებულს უნდოდა ბებია-ჩემის ნახვა, რადგან შემდეგ დღეს ბრუნდებოდა უკვე საზღვარგარეთ და გადავწყვიტე და ეს ბოლო დღეს წავსულიყავით, მივდიოდით ტაქსით. ყველაფერი კარგადაა. ჩემი შეყვარებული გამოდის ტაქსიდან, ბოლო მე გამოვდივარ და მე ვემშვიდობები მძღოლს და ვკეტავ კარს აი ესე, აი ამ თითებით, კარს ვკეტავ და ეს თითი
კარის უკან არის რა. და ესე ვიღებ და ვკეტავ. რა არ დაიკეტა ნორმალურად, რადგან თითი იყო შუაში. ვაიმე, სუდად გავხდი. თითი მქონდა ლამის ძვლამდე გადაჭარილი. ესე ამხელა ადგილი იყო. ადგილი იყო ძალიან პატარა. თითამდე ის დავაჯახუნე, რომ ლამის თითი მოვიჭერი გეფიცებით. გამოვედი ესეთი მეტი ვაჭები რამ ტკივა. ესე ვუყურებ თის და ანუ ძვალი ჩანს რა. ანუ ეგრევე სისხლი არ წამოვიდა და ვხედავ ძვალს და მოდის ნელ-ნელა სისხლი. ისე გავხდი ცუდად. თვალებში დამიბნელდა. ნელ-ნელა რაფერი არ ჩანდა. ტაქსი წავიდა, კიდია კაცო არაფერი არ იცის, წავიდა ეგრევე დაგაზა. არ შეამჩნია რომ ცუდად ვარ. კიდევ კაი შეყვარებული იყო გვერდით. ვაიმე, ცუდად ხვდები, ყველაფერი მიბნელდება. ვჯდები ბილიკზე პროსტა შუა გზაში. გამოძრავება არ შემიძლია. ვაიმე. თან კი არ მტკიოდა. პროსტა რო დავინახე ძვალი და იქია სისხლი რომ მოდის. პროსტა ბევრი სისხლი მოდის. ლამის გულმა დამარტყა გეფიცებით. მაგის გამო დამიბნელდა თვალებში. ლამის დავწექი იმ ბილიკზე. კიდე კაი ვიღაც ქალი მოვიდა, მე რაღაც მკითხა როგორ ხარ, რა მოგივიდა, ცუდად ხომ არ ხარო და დახმარება ხომ არ გჭირდება. მე დიდი მადლობა მაგას. ცოტათი რო დავწყნარდი, პარკში გადავედი. შეყვარებულმა დამაწვინა დასაჯდომზე. ასე კაპიშონი გადმომაფარა, რომ არავინ არ მიცნოს, რადგან ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა მან. იმის თავი არ მქონდა, რომ ეხლა რათები გადამეღო გამომწერებთან და რაღაც ეგეთი რა და უყდებოდი მიკეფცებით. ცოტათი დავწყნარდი, რაღაც უნდა გვეყიდა, ხაჭაპურები თუ რაღაც. აუდექი მაინც წავედი ამ ხაჭაპურებზე. ველოდები ესე რამე, აი ცუდად ვარ ესეთ. ველოდები. თითი ესე მიჭირავს უჩასისხმიანებული, რიგში ვდგავართ, ბრეჩებში შეყვარებული. რადგან გვინდა ვიყიდოთ მაინც ეს ხაჭაპურები და წავიდეთ ბებოსთან. ვდგავარ რიგში, სულ თეთრი სახე მაქვს ესეთი ვდგავარ. ვისაუბრები ჩემ შეყვარებულს და გვერდზე გვიდგება ვიღაც ქალი. ჩემ შეყვარებული ეუბნება, წინ დაგვიდგა რა. ჩემ შეყვარებულმა უთხრა, თქვენს წინ ვიყავით. და კი, რა თქმა უნდა, თქვენ ჩემს წინ იყავითო? არანაირი პრობლემა არ მაქვსო. და ჩემი შეყვარებული პროსტა რუსულად ესაუბრება, რადგან ქართული არ იცის. და როცა ჩვენი ჯერი დადგა უკვე, ეს ქალი მეჭრება წინ, დგება და პროსტა ესაუბრება გამყიდველს. წყობა იცნობს ან რაღაც ეგეთი, რადგან ისე ესაუბრებოდა, ვითომ იცნობდა. როგორც არაფერი დამიდგა პროსტა წინ, მე აქ ვკვდები, აი მართლაც ცუდად ვარ. ერთი სული მაქვს სახში მივიდე. ელაპარაკება 5 წუთი ვითომაც არაფერი და კიდია რომ ერთი წამის წინ გვითხრა რომ კი თქვენ ჩემს წინ ხარ. What is happening? ვაიმე, აი ვეჭხობებოდი რა, თუდად რო არ ყოფილიყავი, მაგრამ ისე მეკიდა მაგ დროს ყველაფერი. დავიკიდე პროსტა, ის ქალი წავიდა, ვიყიდეთ რაც გვინდოდა და წავედით სახში. აი პროსტა მაგას ვერ ხვდები, იმდენად ნაგლი ხალხი რატო არსებობს. ანუ იმის გამო რომ ჩემი შეყვარებული რუსულად ესაუბრებოდა, აი ამას ნაღდად ვერ ხვდები რა. ყოველ ადამიანს პატივისცემა უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა თუ რომელი ქვეყნიდან არის. პროსტა როცა ხალხი ასე იქცევა, ჩანს როგორი უკულტუროა. გასაგებია რომ ყველა ქვეყანაში არის კარგი ადამიანი და ცუდი, მაგრამ ყველა ადამიანს ცოტათი შეგნება უნდა ჰქონდეს. უბრალოდ ასეთ მომენტებში ვხედავ რამდენად ბოროტია ხალხი. აი მართლა, აი რა არ მოსწონთ, არ ვიცი. ან თუ თქვენი ცხოვრება გკიდიათ და არაფერს არ აკეთებთ და არ ხართ კმაყოფილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ადამიანს უნდა დააჯვათ. აი, არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ყველა ადამიანს პატივისცემით ვარ მიპყრობილი და არ მაინტერესებს რომელი ქვეყნიდან არის. კარგი ადამიანია, რესპექტი. თუ ნაგავი ადამიანია, პროსტა არაფერს არ ვიტყვი და ვსიო. პროსტა ეს სიტუაცია ამაზარზენია ჩემთვის რა. ძალიან აი მაგიტომ არ მინდა ხალხში გასვლა ხშირად, რადგან ბოროტებაა რა. აი მე როგორ მინდა რომ პროსტა ამ პლანეტაზე კეთილად ვიცხოვროთ ერთმანეთთან ერთად. ამ ინტერნეტში რა ხდება საერთოდ? ერთმანეთს აბულინგებენ. ხო, რა უნდა გითხრათ. რამდენიმე დღის წინ ავტვირთე ერთი ვიდეო ინსტაგრამზე. ჰამბურგერის ვიდეო. თუ არ გინახიათ, შედით და
ნახეთ. თითქმის 300,000 ნახვა აქვს ამ rilsზე. მან გავხსენი ჰამბურგერი და ზემოდან ბულკი არიდო. ალბათ დაავიწყდა ჩადება. ხო და არაფერი ისეთი ხუმარა ვიდეო რაღაც გადავიღე და მე შევედი კომენტარებში და შემხვდა პროსტა რამოდენიმე ისეთი კომენტარი, პროსტა რომ მაგინებენ. ანუ მან არ ჩემი სახე არ ჩანს, არაფერი არ ჩანს. ვისთვის მაგინებენ? არ ვიცი. ხალხი გიჟია გეუბნებით. არ ვიცი რა ხდება მართლა. მაგრამ როცა ხდები პოპულარული, კომენტარებში უბრალოდ ვიღაც ხალხი გაგინებს. არც გიცნობს არაფერი, როგორი ხარ, რა ხარ და უბრალოდ მაგინებდნენ. არ ვიცი რატო, არ ვიცი რისთვის. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ინტერნეტში ძალიან ბოროტი ხალხი ზის. ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესობა ცოტათი ვერ არის მართლაც. მე მაგალითად და ალბათ თქვენს ყოველთვის წერთ კარგ კომენტარებს. თუ რაღაცა მოგწონს, კომენტარს დაწერ, ხო? რომ რაღაც მოგწონს იქ და თუ მაგალითად ვიდეო რაღაც არ მოგეწონათ, მე უბრალოდ ვერძე ჩავივლი და არაფერს ვიტყვი. მაგრამ ხალხი რომელიც პროსტა უყურებს რაღაც ვიდეოს, სადაც არც ადამიანი არ ჩანს, პროსტა ვლაპარაკობდი და ჩანდა ჰამბურგერი, ხო? და რომ გაგინებს ხალხი, ვაიმე. როგორ ჩანს, რომ პროსტა ხალხი ვერ არის რა. გამოიწერეთ ჩემი ინსტაგრამიდან ნახეთ აუცილებლად ეს rilsი. აი, ახლა მე უკვე რაღაც სხვა იმეებზე გადავედი. ვფიქრობ მე ამაზე დავამთავრებ ამ ვიდეოს. კიდევ რაღაც უხერხული ან საშინელებათა ისტორიები თუ გამახსენდება, რა თქმა უნდა კიდევ გადავიღებ ასეთ ვიდეოს. და ნუ ხართ ბოროტები გეხვეწებით. არ გაიზარდოთ ისე როგორც ეს ხალხი. კარგით მე ამაზე დაგემშვიდობებით და შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. ნახვამდის.